მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემი სტუმარია ბატონი დავით კოხალაშვილი და ბატონ დათოსთან მაქვს ძირითადად ორი შეკითხვა. და პირველი შეკითხვა მდგომარეობს ბატონო დავით, აა უპირველესად მაპატიეთ მოგესალმებით, გამომჯა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ხო და ბატონ დავით, პირველი შეკითხვა, კორუფციული სკანდალი რაც დაიწყო და ერთი თვის განმავლობაში უფრო მეტია რაც გრძელდება, იმიტომ რომ მე როგორც ვიცი და ჩვენ როგორც ვიცით, აქ საქმეების აღძვრა არ შეჩერებულა, ამას სისტემური ხასიათი მიიღო, არაერთი თანამდებობის პირზე არის მრავალი კითხვის ნიშანი გაჩენილი და ალბათ ძიება ხვალდაზე გარდამთავრდება. ეს ძალიან დიდი საქმე იქნება, დიდი кейსი, მაგრამ მე მინდოდა ცოტა სხვა კუთხით დამესვა შეკითხვა. ჩემს რესპონდენტების მხრიდანაც და ისედაც მედიაშიც და ჩემი აზრიც არის, რომ აქ აშკარად ღალატის ნიშნები იკვეთება უბრალოდ. და რას გულისხმობ? ჩვენი ბოლო საუბრისას თქვენ სწორი მინიშნება გააკეთეთ, რომ როგორც წესი, უცხოეთის დაზვერვის სამსახურები აკეთებენ ზუსტად იმ პირებზე აქცენტს და იღებენ დამუშავებაში, რეალიზაციაში, რომლებსაც თვლიან მოსყავდათ. ანუ აქვთ ინფორმაცია, რომ ან შემჩნეულია, ან დაუშვათ ლოიალურია მსგავსი თემების მიმართ და შემდეგ უკვე იწყებენ ამის დამუშავებას და გადიან იმ შედეგამდე, რაზეც მაგალითისთვის, ეხლა მე არ მინდა დავარღვიო უდანაშაულობის პრეზუმცია და გადიან იმ შედეგზე, რაც დაუშვათ ეხლა საქართველოში ტრიალის ეს ბოლო 1-2 თვეა. და კონკრეტულად მე ვიცი, რომ იმ პირების მიმართ, რომლებზეც საქმე არის აღძრული, რამდენიმე მათგანზე, ეს ძალიან მაღალი თანამდებობის პირებზე, თურმე არც ყოფილა საერთაშორისო სანქციები, როცა დაუშვათ სხვა ოცნების ესე თქვა წამყვან ფიგურებზე იყო დაწესებული სანქციები და რას ნიშნავს ეს? ზუსტად ეს გამონაკლის სახით, იმიტომ ხომ არ იყო განხორციელებული, რომ ესე თქვა თანამშრომლობაში იყვნენ ამა თუ იმ უცხოური ქვეყნის სადაზვერვო სამსახურებთან. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა მოწვევისათვის. ზოგადად ხშირად ქართულ მედია სივრცეში ძირითადი აქცენტი კეთდება, ღალატთან დაკავშირებით. და მაინც ადამიანურ ფაქტორებზე გვიწევს ჩვენ საუბარი და ვწუხარ, რომ ესეც იმის ბრალია, რომ ჩვენ ობიექტურ რეალობას ზოგადად როგორც ეთყობა ვერ აღვიქვამთ. ღალატი ეს არის ჩვეულებრივი მდგომარეობა, ნებისმიერ ეს არის შეიძლება ხდებოდეს ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, სახელმწიფოებს შორისაც და ქვეყნის შიგნით ხელისუფლების შტოებსაც შორის. თუ არ ვწევი ტალერანს აქვს ნათქვამი, რომ ერთ-ერთი რისთვისაც არ მიღალატია ესო ჩემი სამშობლო იყო და დანარჩენი აი ამის იქით რაც ხდება რა ღალატზე და თუ საუბრობთ, იქ უკვე მე ვფიქრობ, რომ საერთოდ ლაპარაკი ზედმეტი არის. სახელმწიფოს ღალატი არის ყველაზე ალბათ ყველაზე დიდი კატეგორია იმ დანაშაულთა სახეობისა, რომელზედაც ჩვენ ნებისმიერ დრო შეგვიძლია ვისაუბროთ. ამაზე დიდი უბრალოდ არ არსებობს. რაც შეეხება თქვენს მინიშნებას, რომ მე ვფიქრობ, რომ აი ამ მიმართულებით ალბათ საგამოძიებო ორგანოებმა უნდა იფიქრონ და ამდენ ხანსაც უნდა ქონდათ ნაფიქრი სპეცსამსახურებს, რომ რამდენად მოწყვლადები იყვნენ ის პირები, რომელზედაც ესეთ ტიპის განცხადებები კეთდება და ვფიქრობ, რომ გარკვეული შეცდომები დაშვებული არის უბრალოდ საკადრო კომპლექტაციის დროს. მე შემთხვევით არ მომიტანია ის განცხადება, რაზედაც გითხარით ღალატთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ზოგადად მე ძალიან რამოდენიმე ათწლეული ვიმუშავე სხვადასხვა სახელმწიფო სამსახურში და ძალიან კარგად მესმის სტრუქტურაც, დამოკიდებულებებიც და ესე შემდეგ და ეს შემდეგ და ვფიქრობ, რომ მყარი, არამყარი საკადრო უზრუნველყოფის დროს ხდება ყველაფერი ის, რაც დღეს ჩვენს ახეზება. ნდობის ფაქტორი ზოგადად, ნდობის ფაქტორი მე ვფიქრობ, რომ ყოველთვის ნულოვანი უნდა იყოს, როდესაც მაღალი რანგის თუ დაბალი რანგის თანამდებობაზე ინიშნებიან ადამიანები, სახელმწიფოში უნდა იყოს შექმნილი მექანიზმი, რომ კონტროლდებოდეს მისი ყოველდღიურობა, ოღონდ არა მისი უფლებების დარღვევის ხარჯი, არამედ ჩვეულებრივ რაც წესი და რიგია ისე, რომ
არ მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, რაშიდაც ეხლა ვართ ჩავარდნილი. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ჩვენ პრაქტიკულად ესეთი მექანიზმები სახელმწიფოში არ გაგვაჩნია. და კიდევ ერთი რამ, რაზედაც ყოველთვის ვამახვილებ ყურადღებას და მინდა რომ რა თქმა უნდა თქვენს ეთერშიდანაც ამაზე ყურადღება გავამახვილო, გახლავთ ის, რომ ჩვენ და სამწუხაროდ პოსტსაბჭოთა საქართველოში ჩამოყალიბდა რა ეგრეთ წოდებული მორჩილების ჯგუფი, რომელიც პირდაპირ აზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს და რა ჯგუფზე მაქვს საუბარი. ეს არის ადამიანთა კატეგორია, რომლებმაც სხვადასხვა მმართველობის პერიოდში პირდაპირ ანირიბად, რომლებიც ჩართული იყვნენ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კორუფციაში და პრაქტიკულად მივიღეთ ისეთი სხმული, რომელიც პრაქტიკულად არ რეაგირებს იმ საფრთხეებზე, რომელიც ეროვნულ საფრთხეებისათვის არის მნიშვნელოვანი. სწორედ ეს მოხდა და ალბათობის მაღალი ხარის, სწორედ ეს ამ მოდელმა იმუშავა, როდესაც ჩვენ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირები ვიხილებთ თანაშაულში მხილებული. რამდენი სისტემა გვაქვს, უბრალოდ სასაცილო კი არა, სატირალია, რამდენი სისტემა არის ანტიკორუფციული მიმართულებით ქვეყანაში და პრაქტიკულად აბსოლუტურად ყველა მიმართულება უნდა ჩავთვალოთ, რომ უმოქმედო იყო. ეს იმას ნიშნავს, რომ სხეულს, აი როგორც ხერხემალი, როდესაც დაუზიანდება ადამიანს და პრაქტიკულად მე რა იქნება, ყველაფერი ზიანდება, ესე არის ზოგადად სახელმწიფო მმართველობა. გამოდის, რომ სხეულს იმუნიტეტის მქონე ისა რა ქვია, ნაწილები პრაქტიკულად უმოქმედო ქონდა და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. აქ ერთი მომენტია ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, მე ზოგადად არ მიყვარს ასეთ თემებზე საუბარი, იქ ადამიანურ ფაქტორებზე, იმიტომ რომ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, ისე ქვეყნის შიდა ურთიერთობებში, როდესაც საუბარია სახელმწიფო მმართველობაზე, აქ ნდობის ფაქტორი პრაქტიკულად წარმოუდგენელია. ვისაც ესმის ზოგადად ის გარემოება, რომ ჩვენ აქ გვაქვს კომპლექტაცია ჯგუფისა, რომელიც სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტილებებს იღებს, ისინი უკვე მოწყვლადი არიან სხვადასხვა მიმართულებით, რომ მეს პრინციპით, პირველ რიგში რომ მეს პრინციპით არ მიიღონ გადაწყვეტილება და მეორე რიგში რომ მათ არ მიიღონ გადაწყვეტილება ან ფინანსური, ან კრიმინალური, ან თქვათ უცხო ქვეყნების სადაზვერვო ინტერესების ჩართვით, რამე თუ ის აუცილებლად დააზიანებს ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამიტომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შევიქმნით ნურთ ჩვენ, ნურთ საზოგადოება, ნურთ დღევანდელი ხელისუფლება ისეთ განწყობას, რომ ეხლა მე შენ დღეს პატივი გეცი, მოგიყვანე ერთხელ, ორჯერ თანამდებობაზე და შენ მე მიღალატე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ესეთი განწყობა არის წამგებიანი და ვინც ამ განწყობაზე ზოგადად აპელირებს, მან ზოგადად არ იცის რა არის სახელმწიფო, რა არის სახელმწიფო უსაფრთხოება და ამიტომ ვფიქრობ, რომ როგორც საერთაშორისო ურთიერთობებში, სამწუხაროდ ჩვენთანაც ადამიანური ფაქტორები ნაკლებადაა თუ ეს გვაჩვენა ჩვენ სხვადასხვა მმართველობის დროს ხელისუფლების მაღალჩინოსნები თუ რა შადიოდნენ და აქედან გამომდინარე, აქაც ესეთ რაიმებზე არ უნდა ვისაუბროთ. ეს უნდა იყოს მკაცრი რეგლამენტირებული სისტემა კონტროლისა, მათ შორის უნდა მიმდინარეობდეს ოპერატიული თამაშები, როგორც ეს ხდება ამერიკის შეერთებულ შტატებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა კიდე ესე ევროპულ სახელმწიფოებში, რომლებსაც მაღალი განვითარების ეროვნული საფრთხეების სისტემა აქვს, სადაც ეთამაშებიან სხვადასხვა თანამდებობის პირს, რომ გაიგონ მათი მოწყვლადობა, რამდენად მოწყვლადები არიან ისინი ფინანსური ელიტებისთვის, კრიმინალური ელიტებისათვის, სადაზვერვო სამსახურებისათვის. ნუ რა ვქნათ, ეხლა მე თქვენ ეთერშიდაც ვსაუბრობ, სხვა ეთერებშიც ვსაუბრობ, მაგრამ ხმა უდაბნოს ღადებასა შინა გამოდის საბოლოო ჯამში. რაც უფრო გადაწევენ ამ პროცესებს, მით უფრო გაახლოვებენ ჩემ და სამწუხაროდ ყველაზე ცუდს, რასაც მე ყოველ შემთხვევაში ველოდები და წუხარგ რომ კიდევ ერთხელ მიწევს თქვენ ეთერში მის განცხადება. მე მაქვს ძალიან კარგად შესწავლილი და ხარისხიც მაქვს ამ მიმართულებით დაცული პირველი ხარისხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებით და მე ვუყურებ უკვე ძალიან ბევრ ნიშანს იდენტურს, რაც იყო 18-21 წლებში და თუ ჩვენ სისტემურად არ შევიცვლებით, განსაკუთრებით ვსაუბრობთ რა სიტუაციაზე დააკვირდით, აი ამერიკის შეერთებულ შტატებშიდაც და ჩვენთანაც პრაქტიკულად იდენტური სიტუაცია არის. მანდაც და ჩვენთანაც პოლიტიკურ ელიტებს შორის არის პრაქტიკულად ჯახი. და ყველა თეორიის მიხედვით, რომელიც ამ სიტუაციას ეხება, ერთადერთი რამ, რაც ჩიხიდან გამოყვანას უწყობს, ეს არის მთლიანად სისტემური გადაწყობა. რაც არ უნდა ეხლა ტრამპმა და თუნდაც ჩვენმა ხელისუფლებამ ესე რაღაც ფაზების მიხედვით რაღაცები ჩაატარონ, ესე არ გამოვა. აქ არის აუცილებლად უფრო მკაცრი ნაბიჯების გადადგმა და სისტემის შეცვლა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ მივიღებთ იმ კატეგორიის უსაფრთხოების მასშტაბს, რომელიც არის ჩვენი ტიპის ქვეყნისათვის აუცილებელი.
ამიტომ მე ხა ჩემ ქვეყანაზე შემდგება უფრო გული ვიდრე სხვა ქვეყნებზე და კიდე ერთხელ ვიმეორებ. უნდა დავამთავროთ არასწორი საკადრო პოლიტიკის წარმართვა რა. არ უნდა მიეცეს ფინანსურ წრეებს, პოლიტიკურ პარტიებს, ეს მართველი იქნება თუ არამართველი, თქვათ რელიგიურ ჯგუფებს და ეს შემდეგ მარტივი შეღწევადობა სპეცსამსახურებში, პოლიციურ უწყებებში. მე მინდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვისაც ხელში აქვს აღებული და მას აქვს ბერკეტები, რომ ესეთ სიტუაცია შეცვალოს, რომ რაც მალე ამოიქოლება ეს ტირა და რაც მალე განთავისუფლებენ ისეთი ადამიანებისგან, რომელიც სამსახურში პირობითად ინფორმაციული ქვეყნის ინფორმაციული უზრუნველყოფის ნაცვლად პირიქით სამსახურიდან გააქვს ინფორმაციები და ლაყბობენ 1000 გვარ რამეს, რომელიც პირდაპირ ქუჩებში ხდება და რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ცნობილი ადამიანებისათვის, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შორს წასვლა არ გვიწერია. რა ვიცი, მე მგონი, რომ ღალატთან დაკავშირებით რაც შესაძლებლობა მქონდა, მე ჩემი განმარტებები მოგეცით რა. მე არც მაშინ, არც დღეს და არც ხვალ არასოდეს არ უყურებ არც ერთ თანამდებობის პირს, რომ ის შეიძლება დღეს არის ძალიან სუფთა, ძალიან ისა, მაგრამ ხელისუფლებამ გარყვნა იცის და განსაკუთრებით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში ყოფნა. ჩვენ მარტო იმ მიმართულებაზე მივგადავალთ, რომ შეიძლება ფინანსურად დაზიანდეს ზოგადად ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეს საშინელება არის, ახლა როგორ წარმოგიდგენიათ, რამდენ მილიონზე არის საუბარი, ახლა რასაც საუბრობენ, ეს რო ზღვაში წვეთია, მე მგონი თქვენს და მე თანხმობთ და ის აუდიტორია, რომელიც გვისმენს და მოისმენს ამ ინფორმაციას და შესაბამისად, ესე იგი, რამდენი სიცოცხლის გადარჩენა შეიძლებოდა, რამდენი უსახკაროს თუ შეიძლებოდა სახლის მიცემა, რამდენი ადამიანის დაპურება შეიძლებოდა და ბოლო-ბოლო ხო ყველაფერს აქვს საზღვარი, რომ 50 წლის განმავლობაში ელემენტარულად ადამიანებმა, რომელებიც თავიანთ სიცოცხლე და ჯანმრთელობა მიუძღვნეს სახელმწიფოს, ღირსეული პენსიების ღირსიც არ გაახდნენ. აი აქ გადასახედიდან, როდესაც გადახედავ იმ ადამიანების ქმედებას, რომელიც კორუფციაში მონაწილეობენ, ზედმეტია რა იმაზე ლაპარაკი. მე არც იმის მომხრე ვარ, რომ როდესაც თანამდებობის პირები თანამშრომლობენ, თქვათ, რომლებიც ადრე დანაშაულში მონაწილეობდნენ, ეხლა თანამშრომლობენ და შემდეგ მათ ესა საპროცესო გარიგებებს უკეთებენ. მე ვფიქრობ, რომ ამის საპროცესო გარიგებების სისტემამაც მოჭამა თავისი ესა რა ქვია, მდგომარეობა და ვფიქრობ, რომ უკვე ეს სისტემა მოქმედებს ქვეყნის ეროვნული ინტერესების საზიანოდ და ვფიქრობ, რომ ყავს ჩვენ ძალიან მაღალი დონის იურისტები, მეცნიერები და უნდა დასხდნენ ამ მიმართულებით, მათ შორის სპეცსამსახურები და მეცნიერები კიდე ამ მიმართულებით და აუცილებლად უნდა შემუშავდეს ახალი მექანიზმი. არავით არის, აი ეს არის მთელი ამ წლების განმავლობაში მახასიათებელი იმისა, რომ ყველა ხელისუფლება ზოგადად ლიბერალურ კანონმდებლობას ღებულობს ეკონომიკურ დანაშაულებთან დაკავშირებით და მე არ ვიცი, ეს იმდენად საფრთხის შემცველია, უბრალოდ მაინტერესებს, რამდენად კომპეტენტურები არიან ის ადამიანები, ვინც ამ გადაწყვეტილებას ღებულობს, იმიტომ რომ ნებისმიერი, თქვათ, ესეთი ტიპის დანაშაულები, რომელზეც ჩვენ საუბრობთ, გვაახლოებს სოციალურ ეკონომიკურ დესტაბილიზაციას და სოციალურ ეკონომიკურ დესტაბილიზაცია პირდაპირ უკავშირდება პოლიტიკურ დესტაბილიზაციას. აქედან გამომდინარე დააკვირდით იმ რისკებს, რაშიდაც ჩვენ ვცხოვრობთ. პრაქტიკულად 50 წლის განმავლობაში არ აგვაქვს პერიოდი, რომ ჩვენ სტაბილური 1 წელი მაინც გქონოდა. უკვე გადავედით იმ მდგომარეობაზე, სტაბილური 1 დღე არ აგვაქვს და გადავდივართ ალბათ უკვე იმ მდგომარეობაზე, სტაბილური 1 საათი შეიძლება არ გვექნეს და აი მერე შეიძლება ძალიან დიდი უბედურება გვეწვიოს. ამიტომ არის აუცილებელი სისტემურად მთლიანად მთელი სისტემის გადაწყობა, საკადრო წმენდა, რაც არ უნდა ხელისუფლებამ დღევანდელს საუბრობ, რა თქმა უნდა, თავი შეიკავოს ამ წმენდისაგან და რამდენი მეც გადააჭარბეს, მით უფრო დამაზიანებელ შედეგს მიიღებს საბოლოო ჯამში. ჩვენ შეგვეუბნული ვართ ბოლო თითქმის 35 წელია ხო რაღა უკლია. რომ როცა ხელისუფლებები იცვლებოდა, ყოველი ახალი ხელისუფლება როცა მოდიოდა, მთავრობა პირველი პირი ან პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, როგორც წესი, აკეთებდა რეფორმირებას. რეფორმირებას იმ მოტივით, რომ გამოესწორებინა და ეხლა რაც უფრო დრო გადის და ნუ გამომდინარე იქიდან, რომ ეხლა ასაკთან ერთად გამოცდილებაც გვემატება, ნუ ეს ნორმალური ამბავია. ეხლა რომ ერთგვარ რევიზიას რო უკეთებ ამ გასულ 35 წელს ხვდები, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას კი არა, უბრალოდ სისტემას ცვლიდნენ, იმიტომ რომ სათავისოდ მორგებულიყო ეს ყველაფერი. მოსარგის სისტემა შეექმნა. ხო, მოსარგის სისტემა, აბსოლუტურად სწორად განმარტეთ და გასაკვირი ამ ბოლო შემთხვევაში ის არის, რომ ერთი ხელისუფლების მართვის დროს მოხდა ამ სისტემის რევიზია. ანუ ესე იგი ჩანაცვლდა ძველი ხელისუფლება, ნუ პირობითად, იმიტომ რომ ეს ერთი დიდი სახელისუფლებო რგოლია
და თვითონვე თავად მმართველმა გუნდმა მოაწყო შიდა რევიზია. და ეხლა მე მაინტერესებს ერთი რამე, ეს ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ბუნებრივია გამოსწორებას საჭიროებდა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მოარული ხმების დადიოდა, ჭორების დადიოდა და ჩვენ ხო პატარა ქვეყნის შვილები ვართ და ყველაფერი ვიცით, ხო? ამას ოპოზიციაც არ აკლებდა, ნუ ის კიდე ცალკე თემა, მე შეგეკითხებით ამასთან დაკავშირებით. აი ეხლა როგორც თქვენ ბრძანეთ, მოქმედი პირების შეცვლით არაფერი არ შეიძლება თუ სისტემა არ შეიცვალა და თქვენ როგორ ატყობთ აი იმ რესურსებით, რაც ახლა ამჟამინდელ საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, შესაძლებელია ამ ყველაფრის ორგანიზება, აი მაგალითად იგივე ძალოვან სტრუქტურებში დაუშვათ, ან რეფორმირდეს, ან გამსხვილდეს, ან პირიქით დაუშვათ განიშალოს, ხვდებით, ხო? ხო არის რომ ამსხვილებენ, რომ რაღაც ერთ სამინისტროში დეპარტამენტების წყება არის და ნუ მე თავიანთ ფუნქციას ასრულებენ და ჩვენ გვახსოვს რომ იყო დაუშვათ ცალკე სამსახურები დამოუკიდებელი აბსოლუტურად, რომელიც პირდაპირ ექვემდებარებოდა ან პრეზიდენტს, ან პრემიერ-მინისტრს. აი ამის რესურსი იმ სიტუაციიდან, ეხლა რასაც თქვენ ადევნებთ, აქვს საქართველოს? თუ მაინც შემოიფარგლებიან მხოლოდ კონკრეტული პირებით? ესე იგი, ნახეთ, მე ხშირად მისვამენ ესეთ შეკითხვებს. ჩვეულებრივად რიგით შემხედრი ადამიანები, მათ შორის სტუდენტები, პროფესორები და მე ყოველთვის მაქვს ესეთი რეალური პოზიცია, რომ ჩვენ ინტელექტუალური რესურსი ჩვენ და საბედნიეროდ გაგვაჩნია. შეიძლება ესეთი მაღალი დონის არა, როგორიც უნდა გქონდეს, ან როგორ უნდა გქონდეს მაღალი დონის რესურსი, როდესაც განათლების სამინისტროს აბსოლუტურად ალბათ ყველა რეფორმა, ალბათობის მაღალი ხარისხით იყო საზიანო ეროვნულ უსაფრთხოებისათვის. ეხლა როგორ გვინდა რომ აქ უკვე მაღალ მატერიებზე ვიფიქროთ. რატომ ინგრეოდა მასწავლებლის ავტორიტეტი, რატომ ინგრევა ზოგადად ავტორიტეტები. იქიდან გამომდინარე რომ რეალურად ყველაფერი მორგებული იყო იმისთვის რომ ჩამოეშალათ რაც შეიძლება და მყარი სისტემა. ჩვენ ჩამოვშალეთ ისეთი სისტემა, საგანმანათლებლო სისტემა, რომელზედაც დღეს კიდევ დგას როგორც მაღალი დემოკრატიის მქონე სახელმწიფოები, ისე არადემოკრატიული სახელმწიფოები და ეს შემდეგ არც ერთ საწაუგია მაღალი დონის განათლებით. ნუ ერთ სიტყვით ჩვენ რესურსები გაგვაჩნია. ეს რესურსები არიან უნივერსიტეტებში. ეხლა მაგალითად მე ჩემ და საბედნიეროდ ეხლა ორ უნივერსიტეტში ვასწავლი და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში უკვე მეორე წელია აღმოვაჩინე ერთი სტუდენტი, რომელსაც აქვს იმ დონის მაღალი დონის ანალიტიკური აზროვნება, რომ მას შეუძლია რომ პოლიტიკური თუ ეკონომიკური თუ სხვა მიმართულებით რეალურად პროცესი გაწეროს. ყოველგვარი ფუნქციის და პასტის გარეშე და ნუ არაჩვეულებრივი ადამიანია, იმდენად მომცა შესაძლებლობა მის კიდე ორ თანაკურსებთან ერთად, ორ ახალგაზრდა მაწულთან ერთად, რომ ჩვენ შევძელით საკმაოდ კარგი მონოგრაფიის გაკეთება, რომელიც ეხება სახელმწიფო გადატრიალების და ტერორისტული აქტის სადაზვერვო ხასიათს. სულ ახალ გამოვეცით ეს მონოგრაფია და რაღაც ვაპირებთ, რომ მალე პრეზენტაციაც გავაკეთოთ და მე ვფიქრობ, რომ უნივერსიტეტები უნდა იყოს წყარო საკადრო კომპლექტაციისა და ლექტორებს, რომელსაც ესმის სახელმწიფო და არ ვსაუბრობ იმ ლექტორებზე, რომლებიც ანტისახელმწიფოებრივი განწყობების არიან და რომლებიც პრაქტიკულად დღესაც ხელშეუხებლები არიან და ისე მიმდის პროცესები, რომ ალბათობის მაღალი ხარისხით არ ვფიქრობ იმას, რომ მათი კუდებიდან, მეგობრობებიდან და ესე შემდეგ და ეს შემდეგ, მათ შორის ხელისუფლების წევრებთან, დღევანდელ წევრებთან ძალიან ეჭვ მეფარება, რომ მათ რაიმე თქვა შეფეხება ქონდეს. ამიტომ რესურსი გვაქვს. როდესაც ვიძახით წმენდას, ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის ორგანიზმს ძალიან უხდება სისხლის გაწმენდა და ამიტომ ორგანიზმები უნდა გაიწმინდოს. მე არასოდეს არ ვამბობ და არ ვიტყვი იმას, რომ სისტემებში არ არსებობენ ნორმალური ადამიანები, არსებობენ, მაგრამ სამწუხაროდ ეს არის ძალიან უმცირესობა. ამიტომ თუ ამ ნაბიჯს არ გადავდგამთ, რეალურად ჩვენ ვიქნებით ისევ იმ რეჟიმში, რომ ჩვენ ვირგებთ სისტემას, როგორც ხელისუფალი მოირგებს სისტემას თავისთვის და არა ისე როგორც თქვათ ჭირდება ეროვნულ საფრთხეებას. აი ეს არის მეს პრინციპით მიღებული გადაწყვეტილებები. ეხლა რეფორმა ხორციელდება განათლების სამინისტროში და მე არაერთ ეთერში დავაფიქსირე, რომ მე მხარს უჭერ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მე არ მაქვს ინფორმაციები, რომ ეს ადამიანი არის კომპრომეტირებული, თქვათ მიდრეკილი რაღაც ცუდი საქმეებისაკენ, მაგრამ გითხრათ სიმართლე, მხარს უჭერ, აუცილებელია განათლების რეფორმირება, მაგრამ სტრუქტურიზებულად, როდესაც გავაანალიზე ეს რეფორმა, ვფიქრობ, რომ
ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით არა ვარ ორიენტირებული დადებით შედეგზე. რაღაც გარკვეულ ანალოგიებს ხედავ იმ სიტუაციაში, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს, როდესაც უქმდებოდა სამეცნიერო კვლევით ცენტრები და ამაზე პასუხი არავის არ უღია, იმიტომ რომ სახელმწიფოს რომელსაც არ გააჩნია სამეცნიერო კვლევითი ცენტრები, რეალურად მას ექსპერტიზის შესაძლებლობა არ გააჩნია, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური, ისე სამხედრო, ისე სამეცნიერო და ისე ეკოლოგიური უსაფრთხოების კუთხით და ამ შემთხვევაში იქ იყო მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც დაასამარა პრაქტიკულად ქართული სამეცნიერო სივრცე. ეხლა რაც შეეხება მე ხა არ მაქვს ამის ოფიციალური ინფორმაცია, მაგრამ როგორც მოარული ხმები ამბობენ, ჯერ ბუნდოვანია ვინ მუშაობს ამ პროექტზე, ზოგადად ბუნდოვანი განმარტებებია ძალიან ბევრი საკითხის ირგვლივ და ძალიან ვშიშობ, რომ და არ მინდა, რომ ნაციონალური მოძრაობის თუ ამ პროექტის და ამ რეფორმის სიღრმეში არიან განთავსებული ეგრეთ წოდებული ნაციონალური მოძრაობის ნამსხვრევები, ესე იგი პოლიტიკურ და ეკონომიკურ კორუფციაში, თქვათ, სტრუქტურებში მომუშავე ადამიანები, შესაძლებელია, რომ ჩვენ გარკვეულ ანალოგიასთან გქონდეს საქმე და სამიზნედ ამოღებული იქნას ის შენობა ნაგებობები, რომლებშიც განთავსებულია სახელმწიფო უნივერსიტეტები. მე ფიქრობ, რომ ამ ბუნდოვანობის გამორიცხვა განწყობის კიდევ უფრო პროსახელისუფლებო განწყობების შექმნას გამოიწვევს. ამიტომ ზოგადად ბუნდოვანობა არის ძალიან დიდი მტერი ნებისმიერი ხელისუფლებისათვის, რამე თუ ის უკავშირდება მოწყვლადობას საზოგადოებისას, როდესაც შეუძლიათ ამ სიტუაციაში, რომ შექმნან ისეთი განწყობა, რომელიც საჭიროა უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურებისათვის. და როდესაც თქვენ დასაწყისში აღნიშნეთ ის, რომ ადამიანების მიმართ, რომლებიც კორუფციაში იყვნენ გარეული, სანქციები არ იყო გატარებული მაღალი რანგის თანამდებობის პირებიდან, მე მინდა ვკითხო დაზვერვისა და კონდაზვერვის უწყების ხელმძღვანელებს. მგონი ერთად არიან ეხლა და ერთი ხელმძღვანელი არის. და საინტერესოა, ეხლა არც ვკითხავ, უბრალოდ საინტერესოა, შეისწავლიან თუ არა ზოგადად მიზეზებს, თუ რატომ არ მოხდა სანქცირება. მე მინიშნება სწორად გავიგე და ეს არის ერთ-ერთი ნიშანი, როდესაც თქვათ მიუხედავად იმისა, რომ ისინი წარმოადგენდნენ ძირითად ღერძს, თქვათ იმ პროცესებისას, რაც საქართველოში მიმდინარეობდა და რაც თქვათ ქვეყნის ეროვნული ინტერესებისათვის აუცილებელი იყო, რატომ არ მოხდა სხვების მსგავსად მათი დასანქცირება. ეს არის ერთ-ერთი ნიშანი სხვა ნიშანთა ერთობლიობასთან ერთად, რომელზედაც აუცილებლად ყურადღებას უნდა ამახვილებდეს როგორც სადაზვერვო, ისე კონსადაზვერვო სამსახური. ამიტომ დაველოდოთ ასეთ კიდე მოვლენების განვითარებას მე პირადად როგორც მეცნიერს ძალიან მაკლია ის ინფორმაციები, რომელიც მომცემს საშუალებას, რომ გავაანალიზო რამდენად ხელსაყრელი იქნება განათლების რეფორმა საქართველოსათვის. შესაბამისად, კიდევ ერთი კანონი იქნა მიღებული კორუფციის შესახებ კანონში შევიდა ცვლილება და უბრალოდ კითხვა სიმართლე იქაც იმდენად ბუნდოვანობაა, რომ ადამიანების პასუხს ვერ სცემენ და ძალიან დიდი და მაღალი დონის უკმაყოფილება არის საზოგადოების მხრიდან. ამიტომ ვფიქრობ, რომ წუხვარ ეხლა რაც უნდა განვაცხადო, მაგრამ მე ვთხოვდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ უფრო მეტი ჩართულობა და უფრო მეტი აქტიურობა არის აუცილებელი საზოგადოებასთან ნებისმიერი კანონის მიღებამდე, ან უკვე კანონის მიღების შემდეგ, რომ შენი ხარდამჭერებიც კი არ გექცნენ შენ მოწინააღმდეგეებად. წინააღმდეგ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ჩვენ საფრთხის ქვეშ ვაყენებთ უბრალოდ ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას. ამიტომ ყველაფერზე არის აუცილებელი საუბარი. მე რა თქმა უნდა მომხრე ვარ იმისი, რომ კორუფციის შესახებ კანონმდებლობას გამკაცდეს და ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ ამას თან უნდა სდევდეს ძალიან ბევრი ინფორმაციული ნაკადი, მათ შორის საფუძვლები ნებისმიერი ცვლილებისას. თუ ჩვენ მე ზოგადად კი ვგებულობ იქ რაც წერია და კანონში ეს ყველაფერი აღვიქვი, მაგრამ მე ვერ უყურებ ადამიანების დასჯას ამ მიმართულებით. ამისთვის არის მზად ვინმე გავქცეს პასუხი, რომ ესეთი ცვლილება როდესაც შეგა კორუფციის შესახებ კანონში, რა რაოდენობით ზიანზე გვაქვს საუბარი და რა რაოდენობის ზიანი მიაყენა სხვადასხვა პირებმა, თქვათ, სახელმწიფო სექტორში მუშაობის შედეგად, როდესაც ისინი პრაქტიკულად არაფერს არ აკეთებდნენ, მაგრამ ისინი იღებდნენ ხელფასებს. ამიტომ ძალიან ბევრი რამ არის ბუნდოვანი და ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი იქნება კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ნებისმიერ
მისაღებ კანონს ან უკვე მიღებულს აუცილებლად ჭირდება სათანადო პროპაგანდა. გვაქვს პროპაგანდის ნაკლებობა, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხო ქვეყნებს ექნებათ ხელსაყრელი პირობები სადაზვერო პროპაგანდისათვის. სადაზვერო საქმიანობა ნიშნავს ძირგამომთხრობელ საქმიანობას და ის პირდაპირ მიმართულია ხელისუფლებისა და ეროვნული უსაფრთხოების საწინააღმდეგო და მინდა რომ მე ძალიან ბევრ ეთერში სხვადასხვა განცხადებები გავაკეთე და ზოგადად ალბათ ამ განცხადებების ერთი დასასრული მინდა რომ თქვენ ეთერში გავაკეთო. მე ვწუხარ და ვშიშობ, მაგრამ რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველაფერი კეთდებოდა და დღესაც კეთდება იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილი დარჩეს პრაქტიკულად მარტო მდგომარეობაში, ვფიქრობ, რომ ეხლა გაშლას აღარ საჭიროებს და ვფიქრობ, რომ არც მისი პირადი უსაფრთხოებისათვის და არც თანამედროვე ოპერატიულ ვითარებასთან მიმართებაში მისი მდგომარეობიდან და ვითარების ფლობიდან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე ქვეყნის უსაფრთხოებისათვის არ არის ძალიან კარგი. ვერ უყურებ ამას, რომ ეს არის შემთხვევითი მოვლენა და ვფიქრობ, რომ ყველა ის ციკლი, რაც გადაიარა საქართველომ და რაშიდაც ის მოაქციეს უცხო სახელმწიფოებამ, ვფიქრობ, რომ ეს განგრძელბადობა ფიქსირდება. რა მაკეთებინებს ამ დასმის საშუალებას? მაკეთებინებს სწორედ ის, რომ რეალურად მოხდა გაცოცხლება იმ ძალებისა და იმ თანამდებობის პირებისა, რომელიც სიღრმისეულად იყვნენ ჩაბმული და გარკვეულწილად ახორციელებდნენ ზონდერ ჯგუფების ფორმირებისა და გამოყენების საშუალებას. ამიტომ მე მინდა რომ კიდევ ერთხელ მიმართო უკვე ბიძინა ივანიშვილს, რომ ამ კუთხითაც შეხედოს თავის მდგომარეობას და არა მარტო თავის მდგომარეობას, არამედ ქვეყანაში შექმნილ ვითარებას. არ მაძლევს საფუძველს სიმშვიდისას ყველა ის მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ ჩვენს ირგვლივ ხდება და იმის დაინტერესება, რომ რეალურად ბიძინა ივანიშვილი ზოგადად საქართველოში არ იყოს და არ ფლობდეს, თქვათ, ვითარებას, აი ამის განწყობა აქვს ძალიან ბევრ სახელმწიფოს და მათ შორის სადაზვერო სამსახურებს. თუ ამას გავშლით იმ წვლილში, რომ ძალიან შორსა ვარ იმას რისაგან, რომ 75 წლის განმავლობაში უცხო ქვეყნები მაღალი და დაბალი და საერთოდ დემოკრატიის არ მქონე სახელმწიფოები აგენტურის გარეშე მუშაობდნენ, ამაში ვფიქრობ, რომ თქვენც არ დამეთანხმებით და პატარა ბავშვებიც კი აღარ დამეთანხმებიან, რომ გადავსებულია ალბათობის მაღალი ხარისხით ჯაშური აპარატებით სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები და გითხრათ სიმართლე, სადღაც ერთი წელზე მეტია მე ესეთი მიახლოებით ტიპის განცხადებები ღია ეთერში განვაცხადე, მაგრამ ზოგადად, როდესაც მუშაობ, თქვათ, რაღაც მოსავალს იღებ და ტომარა ხელში გიგავია, აუცილებელია, რომ როდესაც მას უკვე პროდუქციით გავსებ, თავი დაუხურო და ალბათ ამ თქვენს ეთერში ჩემი განცხადება სწორედ ამ პრინციპს ემსახურება და მე ვკრავ ზუსტად იმ თოქს, რომელიც ალბათ უნდა იყოს ამ ტომარაზე თავმოყრული და ვფიქრობ, რომ უკვე ამის შესახებ ჩემი მხრიდან რაიმე ტიპის განცხადება აზრს კარგავს. გასაგებია ბატონო დავით. და რაც შეეხება ბატონ ივანიშვილს, ბოდიშ გუშინ გავცელდა ინფორმაცია ერთ-ერთ ტელევიზიაში, გამოაშკარავეს ფარული ჩანაწერი ხოშტარი ქალბატონ ხოშტარიასა და ბატონ ზურაბ ჯაფარიძის საუბრისა. იმიტომ ვასახელებს და გვარებს, რომ ეს ჩემთან არ არის გამოცხადებული, არამედ უკვე მედიაში გაჟღერდა. და ზუსტად იქ იყო საუბარი სანქციებზე, დასანქციერებებზე და არაერთხელ იყო ნახსენები ბატონ ივანიშვილი, რომ ესე იგი პირადი შეტევა, რაღაც აიანდაგვარი და როგორ უნდა მივიდნენ ზუსტად ამ პირველ პირამდე, ანუ შეტევების რა ციკლი უნდა განახორციელონ, ჯერ ფერდარგოლზე, მერე საშუალო რგოლზე და ასე შემდეგ. ასე რომ რაც თქვენ ეხლა ბრძანეთ აბსოლუტურად მართალი ბრძანდებით და თუ არა თქვენ იცით ეს როგორ ხდება და როგორ ხორციელდება. გამომდინარე იქიდან, რომ პროფესიონალი ბრძანდებით. და აი აქვე მინდა ერთი მცირე კითხვა დაგისვათ, სანამ დასკვნით შეკითხვაზე გადავალ. როდის დასრულდება თქვენ როგორ ატყობთ ეს პორტირებული პირების აქტივობა? მაგალითად, როცა ადგილობრივი არჩევნები ტარდებოდა, აი ამ უახლოეს ვამბობ, როცა გაირკვა სიები, ჩემთან გასაკვირად ბევრი უცნაური პირი აღმოჩნდა მმართველი რგოლის სიაში.
ეს გაუგებრობა დაუდევრობა იყო თუ უბრალოდ გრძელდება კვლავ ეს რაღაცა უცნაური პორტირება გადადიან გადმოდიან ხალხი და რაღაც ამდაგვარი ესეც ხო ფონს ქმნის იმისა რომ ასე ვთქვათ არასტაბილურობის თუნდაც იგივე რომ დავუშვათ ქუჩების გადაკვეტა რა ვიცი მე რაღაც ობსტრუქციის მოწყობა ან ბლოკირება რომელიმე შენობის ესე იგი, კიდე ერთხელ ვიმეორებ, რომ ზოგადად ობიექტური რეალობის აღქმა საქართველოში ძალიან ჭირდება და ყველაზე ცუდი რაც შემიძლია დამატებით გითხრათ, რომ ეს არის იმ ადამიანების მოქმედება, რომლებიც არჩევნებამდე, თქვათ, გარკვეულ თანამდებობაზე იყვნენ და მათ უკვე მეორედ აღარ მოუწიათ ამ თანამდებობაზე ყოფნა, ეს ადამიანებიც კი იქცნენ დესტრუქციად უკვე პოლიტიკური პარტიისათვის, ოცნებისათვის. ესე იგი, ეს არის უკვე პარტიის შიგნით დესტრუქცია და რეალურად ყველაფერი ის რაც ჩვენ ირგვლივ ხდება, ეს არის არანაირად არ მიუთითებს პოლიტიკურ სიმწიფეზე. ადამიანების აზროვნება გაცილებით ჩამორჩენილია იმისაგან, რაც ჭირდება ქვეყნის ეროვნულ საფრთხეების მდგრადობას. ესე იგი, ჩვენ აი ყველა ის პირი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა, ეს იყო მათი შემდეგი მოქმედებები ამ არჩევნების წინ, რომ ემტროთ, თქვათ, თავიანთი პოლიტიკური პარტიისა, სიტყვით ერთს ლაპარაკობდნენ, მაგრამ საქმეთ პრაქტიკულად საბოტაჟირებდნენ სხვადასხვა კუთხით ამ არჩევნებს. აი როგორ შეიძლებოდა რომ ესეთი ადამიანები მოხვედრილიყვნენ სახელმწიფო მაღალ იერარქიაზე. ესე იგი ეს იმას ნიშნავს, რომ ორი ვითარება გვაქვს ყოველთვის რა. მე ვიცი რა არის კონდაზვერვა, მე ვიცი რა არის დაზვერვა, ვიცი რა მნიშვნელობა აქვს ამ ორ ძირითად ორგანოს და ამ ორი ძირითადი ორგანოს მაღალი განვითარების გარეშე ვერ განვითარდება ვერც ერთი სტრუქტურული ერთეული. ვერც ერთი ინვესტიცია ვერ იქნება მომგებიანი სახელმწიფოსაც. ამის პრაქტიკა ჩვენ გვაქვს, მაგრამ უცხო ქვეყნები, რომლებიც ამას ითვალისწინებენ, პრაქტიკას ჩვენთან სამწუხაროდ ჩვენთან ამის გათვალისწინება არ ხდება. ესე იგი, ნახეთ, ნუ თუ მე მაგალითად ესეთი რწმენა უფრო რჩება, რომ ამ სამსახურში ყოფი დასაქმებულები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მაღალი ინტელექტით და სახელმწიფოებრივი მიდგომებით გამოირჩევიან, ისინი ადგენენ შესაბამის დოკუმენტებს და აწვდიან ხელისუფლებას. და შესაბამისად ეს დოკუმენტები მაღალი ალბათობით ან იკარგება, ან რეაგირების გარეშე რჩება. მე ხა ისე ბატონ ბიძინა ივანიშვილს უნდა მიუბრუნდა და 2015 იყო თუ 16 წელი, მე მგონი რომ 16 უნდა გაგახსენოთ თქვენს და საზოგადოებას იმდენად აღვირახსნელი სიტუაცია იყო. გოგაშვილის მიერ თავიდან ბოლომდე ჩატარდა წმენდა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც სწორად აღიქვამდა ქვეყნის ეროვნულ საფრთხეობას და ქვეყნის სამსახურში იყო ჩამდგარი. და მე პრაქტიკულად ვერ მოახერხე, რომ ბიძინა ივანიშვილთან რამე პირდაპირ ტიპის შეხვედრა მქონოდა. ერთ-ერთი რამ რაც მოვიფიქრე, იყო ის, რომ ჩემს მიერ მომზადდა შესაბამისი დოკუმენტი, შესაბამისი მტკიცებულებებით და მივედი და ქართულ ორგანიზაცია ქართულში, ვაკეშია მე მგონი ეს ორგანიზაცია, ესე მახსოვს, მივედი ერთ ჩემ მეგობართან ერთად და მოვახდინე ამ დოკუმენტის დატოვება. ალბათობის მაღალი ხარისხით, ეხა უკვე რჩება ის დაბეჭდილება, რომ პრაქტიკულად მასზე ამ დოკუმენტმა არ მიაღწია. და კიდევ ერთ მინიშნებას ვაკეთებ სწორედ ბიძინა ივანიშვილისათვის. სწორედ გოგაშვილი და არა მარტო გოგაშვილი, არამედ იქ კიდე მაღალი თანამდებობის ძალიან ბევრი პირი მონაწილეობდა ორგანიზებულად იმ პროცესში, რომ არ დაფიქსირებულიყო ინფორმაცია კორუფციის, ტერორიზმის, ნარკობიზნეს და ეს შემდეგ კუთხით. იმიტომ რომ არ ქონოდა ხელისუფლების მაღალ რგოლს ინფორმაცია სათანადო რეაგირებისათვის. ამის მტკიცებულებები დევს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში, ამის მტკიცებულებები დევს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და ამ მტკიცებულებებზე არ რეაგირებენ მიზანმიმართულად, იმიტომ რომ გამოიკვეთება სწორედ ის ჯგუფი, რომელიც მაღალი ალბათობით დღეს ჩაბუდებული არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, არამედ სხვადასხვა სტრუქტურულ დანაყოფებში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ზუსტად სადაზვერვო ნიშნების შემცველი ქმედება, რომ უცხო ქვეყნებს შეღწეული აქვს ზოგადად სპეცსამსახურებში და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ შექმნან ინფორმაციული ვაკუუმი. როგორ წარმოგიდგენია თქვენ თუ ხელისუფლებას საფრთხეების შესახებ არ მიეწოდება ინფორმაცია, როგორ უნდა მოახდინონ რისკების საფრთხეების იდენტიფიცირება, როგორ უნდა მოახდინონ რისკების შეფასება, როგორ უნდა მოახდინონ მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმარება ამ საფრთხეების ნეიტრალიზაციის, მინიმუმამდე დაყვანის კუთხით ჩემამდე წარმოუდგენელი. ესე იგი, მე მაინც ვფიქრობ და მე ერთ-ერთ ეთერში ამის შესახებ განცხადება გავაკეთე
და როგორც ყოველთვის ამას მე ვფიქრობ, რომ არავინ ყური არ ათხოვა, ძალიან მარტივად შეიძლება მათემატიკურად გათვლა იმისა, რა დონის სრულიად საიდუმლო და საიდუმლო ინფორმაციების ეგრეთ წოდებული შეჭმა მოხდა, ესე იგი არ მოხდა მათი რეალიზაცია ქვეყნის ეროვნული ინტერესებისგან გამომდინარე, საუბრობ რეგისტრაციის პროცესის მოშლაზე. ამიტომ თუ ამას ყურს არ ათხოვებს დღევანდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი და დღევანდელი პრემიერ-მინისტრი, ჩვენ კიდევ უფრო სხვა მდგომარეობაში აღმოჩნდებით, ვიდრე ვართ. ეს იმას ნიშნავს, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სადაზვერვო სამსახურებს აქვს მნიშვნელოვანი შეღწევადობა სისტემებში. არა მაქვს მეტი საუბრის უფლება. ამიტომ ვარ ზომიერი ესეთ განცხადებების გაკეთებებში, იმიტომ რომ მე პირველ რიგში ჩემი ქვეყანა მიყვარს და მე ვემსახურები დღესაც მიუხედავად იმისა, რომ არა ვარ სახელმწიფო მოხელე ჩემ ქვეყანაზე, მე არასოდეს განწყობაში არც მიჯდა და არც მიზის, რომ როდესმე დავაზიანო ქვეყნის ეროვნული ინტერესები და ის, ვინც ამას ისმენს და სხვათა შორის ესეთი ტიპის გადაცემების მოსმენა ის განაცხადება აქვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს. მან ანალიზი უნდა გაუკეთოს ესეთ ტიპის განცხადებებს და ესეთი ინფორმაციები უნდა მიუტანონ თავიანთ ხელმძღვანელებს, რომ ესეთ ტიპის განცხადებები კეთდება. აქ არ კეთდება განცხადება, რომ ეს ვიღაცა მაღაზიაში კანფეტი იყიდა, მერე ის იმან ვთქვათ ადამიანი მოწამლა. ამიტომ თუ ეს პროცესებიც მოშლილია, მაშინ გამოდის, რომ აი კიდე ერთხელ ვამყარებ ჩემ მოსაზრებას, რომ ეხლაც დღესაც რეალურად არ ხდება იმ დონის ანალიტიკა, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემისათვის და ვფიქრობ, რომ თუ გაითვალისწინებენ და რეალურად ესეთ პროცესს აღმოფხვრიან, ჩვენ ვიქნებით ყველა ძალიან კანთ განწყობაზე. ვსაუბრობ იმ ადამიანებზე, ვისაც ძალიან უყვარს თავიანთი ქვეყანა. ის არა აქვს ამას მნიშვნელობა. ის ადამიანები საქართველოში ცხოვრობენ თუ უცხოეთში არიან, ამას არ აქვს მნიშვნელობა. მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქვეყნის გარეთ ცხოვრობს, დაინტერესებული იმით, რომ მისი ქვეყანა იყოს ძლიერი განვითარებული, რომ ჩამოვიდეს და გააგრძელოს ცხოვრება ჩვენს ქვეყანაში. უდაოდ. აბსოლუტურად გეთანხმებით. და ბოლო შეკითხვა ბატონ დავით. ეს ბოლო ერთი კვირა აი ამ დიდ არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით არის ერთი მითქმა-მოთქმა. მე რამდენიმე ტელედებატი ვნახე ამ 2 დღის განმავლობაში. ნუ არა კლასიკური ტიპის, მაგრამ ნუ ფაქტობრივად ტელედებატი იყო ეს. და გამიჩნდა ესეთი განცდა, რომ ძალიან დაპირისპირებულია ეს ორი მხარე, რომელიც მხარს უჭერს ამ ინვესტიციას და მეორე რომელიც ამის ოპონირებას ახდენს, ძალიან რადიკალური ფორმებით ახდენს და მე ვიცი, რომ თავშეყრაც კი არის დაანონსებული საქართველოში. მეგონი ხვალ. და თავშეყრაში მეც უცებრაფას ვერ ხედავ, მე უბრალოდ პოზიცია მაკვირებს. მე ერთის მხრივ ბუნებრივია ვარ მომხრე, რომ ინვესტიციები შემოვიდეს, ნუ ვინჭკუად ყოფილი არის ამის წინააღმდეგი, მაგრამ აქ ერთ რამეზე გამიჩნდა კითხვის ნიშანი. აი ამხელა თანხას, როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოში აბადებს, ეს ხო გრძელვადიანი ინვესტიცია. მე ამას მოყვა რაღაც შეზღუდული რაოდენობის მოსახლეობის დროებითი შემოყვანა, ანუ მიბმულია პროექტზე. მე როგორც ვიცი, ეს მუშახელი ალბათ. და მესამე კითხვის ნიშანი, რადგან ჩდება, ეს არის ეგრეთ წოდებული კონტრაქტის ბოლოს მუხლი, რომელიც კომერციული საიდუმლოება და არ საჯაროვდება და ზუსტად აი ამ ბოლო ორ თავზე აკეთებენ პედალირებას. ბატონ დავით, თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ეს ორი ჩემს მიერ გამოყოფილი, ესე იგი, თავი, საკითხი, ესე დავარქვათ. ეს მართლაც ესეთი მნიშვნელოვანია და მართლა ძღირს აი იმად, რაც საქართველოში ახლა ხდება ამ პროექტთან დაკავშირებით. ცირად შესწორებას შევიდან თქვენ გამონათქვამში, რომ ესე იგი, მე ვემხრობი მხოლოდ უსაფრთხო ინვესტიციას. უსაფრთხო ინვესტიცია არის ქვეყნის როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური და ისე სხვა მიმართულების სტაბილურობის გარანტი. ნუ ამ შემთხვევაში ჩვენ აქაც გვაქვს გარკვეული ბუნდოვანება. ამ შემთხვევაში ხელისუფლებას აკლია პროპაგანდისტული საქმიანობა ამ მიმართულებით. ერთ-ერთ საფრთხეს, რასაც მე უყურებ, მე არ ვიცი რა თქმა უნდა და ზოგადად არ მიყვარს ხოლმე ისეთი განცხადებების გაკეთება, რაშიდაც ჩემი ანალიტიკური მდგომარეობა არ მაძლევს, რომ ვთქვათ, კონკრეტული მოსაზრება გამოთქვა. არა მაქვს ინფორმაცია რა თქმა უნდა და ალბათ არც უნდა მქონდეს რა წერია ამ საიდუმლო ნაწილში, მაგრამ ერთ მნიშვნელოვან ფაქტორზე გამომახვილებდი ყურადღებას, რომელიც ალბათ ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი არის, განსაკუთრებით ამის საშუალებას მაძლევს
ის გარემოება თუ რა ვითარებაა შექმნილი ამ კუთხით ამერიკის შეერთებულ შტატებში, ევროპულ სახელმწიფოებში. ამიტომ ვფიქრობ, რომ აი მხოლოდ ამ მიმართულებაზე გამომახვილო მე დღეს თქვენ პასუხთან დაკავშირებით ყურადღება. ესე იგი, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ კანონმდებლობით, აი უკუაცრავად უпроსოდ სახელშეკრულებო ნაწილით გვევალება ადამიანებს, ისა სხვა ეთნიკური წარმომავლობის ძალიან მნიშვნელოვანი ჯგუფის შემოსვლა საქართველოში და ცხოვრების გაგრძელება პროექტის შესაბამისად. მე ვფიქრობ, რომ ეს არის საფრთხე სხვა მიმართულებით თუ არ ვისაუბროთ პოლიტიკური უსაფრთხოებისათვის. ჩვენ გვაქვს პრეცედენტი, როდესაც ყოფილი ხელისუფლების პირობებში ყველა იმ უსაფრთხოების მექანიზმის გამორიცხვით, რაც აუცილებელი არის ზოგადად ესეთი ტიპის გადაწყვეტილების მისაღებად, 30,000-ზე მეტ ადამიანს სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქეს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა და ამ თქვათ მინიჭებით ხელისუფლებამ შეიქმნა თავისთვის საყრდენი ეგრეთ წოდებული საყრდენი ძალა, მაგრამ მან დამაზიანებლად იმოქმედა ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაზე. ეს არ იყო ის ძალა, რომელიც დღე და ღამე ფიქრობდა ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. მას ჰქონდა თავისი წარმომავლობის სახელმწიფო და პრაქტიკულად ხელისუფლებამ, ნაციონალურ მოძრაობაზე ვსაუბრობ, შექმნა პირობა იმისა, რომ უცხო ქვეყნებს ესეთი ტიპის გადაწყვეტილებით მიეღოთ საკუთარი ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვართ კრიზისულ მდგომარეობაში, ამაში მე მგონი დამეთანხმებით, ამაზე მეტყველებს ის ციფრობრივი რაოდენობა დემოგრაფიული კუთხით, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით და როდესაც ჩვენ ამ უმცირესობაში ვართ ეხლა და საკმაოდ შემცირებული, რამდენად აჯანსაღებს ვითარებას ესეთი ტიპის გადაწყვეტილებები. ამიტომ თუ ესეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის, თქვათ, რაზედაც მე ვსაუბრობ, ამას მოყვება თქვათ 30 და 40 და 10 და 20,000 თქვათ უცხო სახელმწიფოს წარმომადგენლის ჩამოსახლება საქართველოში. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ ცოტა სხვა მიმართულებით უნდა ინფორმაციას დამუშავება და შესაბამისად გარკვეული რაღაც პროცესების სწორად მართვა შესაძლებელი. მაგრამ თუ აქ სხვა რაიმე არის ჩადებული ამ შემთხვევაში და რაზედაც მე ხდება გამომახვილე, მე როგორც თქვათ დარგობრივი სპეციალისტი ეროვნული უსაფრთხოების ვფიქრობ, რომ ძალიან რისკის და საფრთხის შემცველია ესეთი მდგომარეობა. კიდევ ერთი რამ უნდა დავამატო რა, უხوار ეხა მიწევს მაინც ესეთი ტიპის განცხადებების გაკეთება, მაგრამ თქვენ როგორ გონიათ იმ 30,000 ადამიანში რა ტიპის ჯანშური საქმიანობა იყო, არის და იქნება შესაძლებელი. ამიტომ ჩვენ თვითონ უნდა ყოველთვის ვიყოთ ძალიან მყარად, რომ ჩვენმა გადაწყვეტილებებმა ხელი არ შეუწყოს მყარი ჯანშური აპარატის შემოდინებას და ზოგადად ან იმ უცხო ქვეყნების ჯაშუშობის და სხვა ტიპის, თქვა დამაზიანებელი ქმედებების ორგანიზებას ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ ცოტა ფხიზლად უნდა ვიყოთ და ვფიქრობ, რომ არის ეხა პერიოდი, როდესაც ხელისუფლებამ უფრო კაფიო განცხადება უნდა გააკეთოს, რომ ეს ბუნდოვანება აღმოიფხვრას. უხوار მე მესმის ხელისუფლების ძალიან კარგად მესმის უთანაგზნობ მათ ამ მდგომარეობაში, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე უბრალოდ ამ რაიმეთ დახმარება არ შემიძლია. ჩვენ აღმოჩნდით იმ მდგომარეობაში, ეს არის ჩვეულებრივი სადაზვერვო ციკლი, რომელიც ჯერ კიდევ არ დასრულებულა, როდესაც ევროკავშირმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პრაქტიკულად საბოტაჟური ქმედებებით, პოლიტიკური დაზვერვის ინტერესებიდან გამომდინარე და პოლიტიკური შენიღბით, პრაქტიკულად საქართველოს გამოაცალეს ძალიან მნიშვნელოვანი დაფინანსების წყაროები. ეს უკვე სახეზე გვაქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ რეალურად სტრატეგიული პარტნიორების ჩარჩო დაგვერღვა და დღეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ სწორედ ამ ქვეყნებმა, ესე კოლექტიურმა დასავლეთმა არ მოგვცეს იმის საშუალება, რომ კონდეს მყარი თქვათ სტრატეგიული ურთიერთობების ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რომელიც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისათვის არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. მე მაინც ვფიქრობ რა, ჩვენ გქონია პერიოდები, რომ სახელმწიფო იძულებული ყოფილა, რომ გარკვეული ტიპის დათმობები განეხორციელებინა, ამის გარეშე ზოგადად არც გვიცხოვრია ჩვენ და სამწუხაროდ ორი წვიმალების ხანის გარდა, მაგრამ მინდა ერთი რამ კიდე შევახსენო მოსახლეობას, გავიხსენო დავით აღმაშენებლის პერიოდი, რომ ის ქვეყნის სამხედრო ძლიერების და ზოგადად შრომითი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მან შემოიყვანა უცხო ტომელები, მაგრამ იმდენად გონირული ნაბიჯი იყო, რომ ჩვენ მათგან იმდენად კარგი ფილტრაცია მოხდა, რომ
ამ ჯგუფიდან საქართველოს ძალიან დიდი პრობლემები არ შექმნიათ, პირიქით ისინი გამოყენებული იქნენ ქვეყნის ინტერესების შესაბამისად. ესე რომ ესეთი მეთოდოლოგია მისაღებია, მაგრამ კიდევ ერთხელ განმეორდები და ვისაც უნდა ამას მოусმინოს და გაითვალისწინოს, ჩვენ ყოველთვის უნდა ვეძიოთ თუ ესეთი აუცილებლობის წინაშე ვდგავართ და მე მაინც ვფიქრობ, რომ მაქვს უკვე ამის შესახებ საკმაოდ დიდი ხნის წინ განცხადება გაკეთებული, მე მაინც ვფიქრობ, რომ ჩვენ ესეთი აუცილებლობის წინაშე ვდგევართ და კიდევ უფრო დავდგებით სულ პატარა ხანში. ამიტომ აუცილებლად უნდა ვეძიოთ ისეთი ინვესტიციები და ისეთი ეთნიკური ჯგუფები, თუ კი ესეთი არჩევნის წინაშე დავდგებით, რომელიც თავსებადია ქართულ სინამდვილეს. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გავგვაჩნია, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივიღებთ ისეთ დესტრუქციას, რომ შესაძლებელია რომ ზოგადად მე უკან გამოსახედიც არ გქონდეს. ამიტომ აი ხა მე რასაც ვფიქრობდი ის გითხარით, რომ ამ მიმართულებით ყურადღებაა გასამახვილებელი. მაგრამ მინდა რომ საზოგადოების ნაწილმა ეს აუცილებლად უნდა გაიაზროს, რომ არ ვისურვებდი მე თვითონ და არც არავის უსურვებდი ახლა ხელისუფლებაში ყოფნას. იმიტომ რომ მათ უწევთ ისეთი ტიპის გადაწყვეტილების მიღება და იმ დონის მაღალი ზეწოლის პირობებში სხვადასხვა სახელმწიფოებიდან, რომ ამას ჭირდება ძალიან დიდი ფსიქოლოგიური მდგრადობა. თან მით უმეტეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ გაკეთდა ყველაფერი იმისთვის და რა თქმა უნდა მე არ ვამართლებ კორუფციას და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იბრძოლოს, რომ ინსპირირებული იქნა პოლიტიკურ ელიტებს შორის ბრძოლა. ამიტომ ყველაფერი ეს მოქმედებს ქვეყნის ეროვნულ საფრთხეებაზე ძალიან დამაზიანებლად და საზოგადოებას მაინც მე ჩემი მხრიდან მოუწოდებდი, რომ გონივრულად უნდა აიწონოს და დაიწონოს ყველაფერი და კიდევ ერთხელ არ ვიქცეთ დესტრუქციულ ძალად, რომლის გამოყენება უნდათ უცხო სახელმწიფოებს. სამწუხარო რეალობა გახლავთ ის, რომ ვინც დესტრუქციას გეგმავს და დესტრუქციაში მონაწილეობს და იცის შემდეგ ამ მდგომარეობაზე და სარგებელს იღებს, ის სახელმწიფოები არ ფიქრობენ ზოგადად, რომ ხარი დაუჭიროს საქართველოს, მათ შორის მისი საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. ამიტომ ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი. ბატონ დავით, ძალიან დიდი მადლობა ამ საინტერესო ინტერვიუსთვის და მე ვიმედოვნებ, რომ თქვენი არაერთი ინტერვიუ, რომელიც ამ ბოლო პერიოდში მიეცეთ სხვადასხვა მედია საშუალებებს, იგივე ჩემს პოდკასტში, საჭირო ადგილას და საჭირო დროს იმედი მაქვს, რომ მივა და ასევე იმედს ვიტოვებ, რომ გაითვალისწინებენ. ბატონ დათო, კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა, წარმატებებს გისურვებთ და აბა მომავალ შეხვედრამდე. მადლობა თქვენ და მშვიდობა მისურვებია ჩვენი ქვეყნისათვის და გაჯანსაღება სიტუაციის.